Isaka, that's Mindisa Surisaka. Amen. Zvanoda Dano. Ramodeni საკითხი და განვიხილო. და ვერო ფორმაში უძილოა და მაგრამ არ ეგეთის რომ ერთადრეს აქვს თქვა სიტყვა სულის სასარგებლო. ესე იგი უპირველეს ყოვლისა მე მინდა ვთქვა რომ ახლოვდება 25 დეკემბერი პატრიარქის აღსაქმების დღე და ჩვენი უწმინდესი ესე იგი პატრიარქთა შორის სამეფო გვართა შორის ესე იგი მეფეები პატრიარქებში სულ 1-2 წელი აკლია და იქნება მსოფლიოში, ესე იგი პირველი პატრიარქი, რომელიც ყველაზე დღეგრძელი და ყველაზე ესე იგი პატრიარქობაში, ესე იგი ამდენი წელი გაატარა. საოცრება ეს, რა თქმა უნდა, ღვთისწყალობა დიდი და მე ალბათ აი ხარასაც ვიტყვი ობიექტივში უფრო უზდოვში მაგ გამოსვლა თუ შევძელი, უფრო გავში, უფრო კარგად და ღრმად ვილაპარაკებ. მე მინდა წარმოვაჩინო და ვთქვა, რომ ჩვენ ახლა მიჩვეული ვართ ცოტა ტრაფარეტულად, რომ პატრიარქმა გაწია 60 კილო ღვაწლი და შემდეგ ყველაფერი სწორია, მაგრამ მე მინდა წარმოვაჩინო და დავამტკიცო კიდევაც, მაქვს აზრად და უბრალოდ მუშაობა საჭირო, რომ პატრიარქი არის ბიბლიური პიროვნება, ესე იგი გამორჩეული ღვთისგან თავიდან. რას დავეფუძნები მე და რას ვეფუძნები? თქვენ იცით, რომ ძველი აღთქმა ეს არის ჩრდილი ახალი აღთქმის. ხოლო ახალი აღთქმა არის სახე იმ ჩრდილის, რაზეც ლაპარაკია ძველ აღთქმაში. და ძველ ისრაელზე რომ ლაპარაკობ, უპირველეს ყოვლისა აქ იგულიეს ჩრდილია იმ ახალი აღთქმის ისრაელის, ანუ ქრისტიანების, რომლის წარმომადგენლებიც ჩვენ ვართ, ჩემო ძვირფასებო, და თქვენ იცით, რომ საქართველოს და ბიბლია და საქართველოს განუყოფელია. ჯერ კიდევ მესამე თავში, როცა ღვთისმშობელზეა ლაპარაკი, რომ დედაკაცის თესლი დადგუნავს ეშმაკს და ეშმაკის ძალაუფლებას, აქ იგულისხმება ღვთისმშობელი კი არის საქართველოს წილხვედრი და ყველაფერი მე რაც კი ღვთისმშობელზეა ძველ აღთქმაში და ბევრი რამეა, იცით სიმბოლოები, ღრუბელი, კიბე, იაკობმა რომ ნახა და ძალიან ბევრი რამე, საშანდლე, წმინდათაში და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს დაკავშირებულია საქართველოსთან. თქვენ ასევე იცით, რომ ყველაზე მეტი ღვაწლი ჭეშმარიტი ღვთის თავდადებაში, იმ ღვთის, რომელმაც შექმნა დასაწყისში რომ კითხულობ ბიბლიაში, რომ გნაცა და ქვეყანა და შემდეგ დღეების მიხედვით რომ ყველაფერი შექმნა ღმერთმა და ბოლოს ადამიანი, აი ამ ღმერთისადმი ყველაზე დიდი თაყვანისცემა გამოხატა საქართველოს. ეს ჩემი სიტყვები არა, ისტორიიდანაც იცით და განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება, როდესაც ამას ამბობს ილია ჭავჭავაძე, მართალი ილია თავის უხტავ პოემა აჩხდილში ის კითხვას სვამს, რომელი ერია, რომელი ქვეყანაა ის, ვინც შენაირად თავი დადო და არ არის ესეთი ქვეყანა, თვითონ პასუხობს. ეს შენ ხარ, ხოლო ჩემო საქართველო. გამიგედა, ესე იგი, ამიტომ ბიბლია მთლიანად, აი მე ჩვენ რო დავიწყე ელისე წინასწარმეტყველს ვკითხულობთ, ილია წინასწარმეტყველს ვკითხულობთ
იმ ხალემის შესახებ რომ ვკითხულობთ, ის ხალემი აქ გამოგზავნა ღმერთმა ღვთისგანგებით. ესე იგი, ჩვენ რომ მეფეების წიგნს და მეშტას წიგნს ვკითხულობთ, ესე იგი, იქ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ მეფეებზია, ანუ შემდგომ ჩვენი ბაგრატიონებზე, ესე იგი, 121 ფსალმუნი, სადაც დავითი ამბობს, რომ მე ფუცაო, უფალიო, რომ თუ შენი შთამომავლობა კარგად მოიქცეო ღვთისმიერათო, მათო უკუნისამდე ტახტზე ავიყვანო, ლაპარაკი არის ამ ტახტზე, სამეფო ტახტზე. და ეს სად მოხდა? თუ არა ბაგრატიონები. ესე იგი, ესეც საქართველოსზეა ლაპარაკი და ასე შემდეგ. და იცი თქვენ, რომ საქართველო იყო თავდადებული თავიდან ბოლომდე. მე სანამ რუსეთს შეუერთდებოდა მე-19 საუკუნეში, სისხლის ღვრით დაიცვა სარწმუნოება. სისხლის ღვრით თავდადები, ქრისტესთვის თავდადებით, სიცოცხლე შეწირეს ჩვენმა წინაპრებმა. ესე მოგვიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და ესე იგი, მხოლოდ ამბროსი, კათოლიკოსი ამბროსი ამბობს, რომ და მანამდე სულ რელიგიურად ცხოვრობდა ქართველიერი, ის 60 წელიო, რამოდენიმე ათეული წლებიო, ესე იგი 20 წლების შემდგომ, ეხლა მიიძინებსო საქართველო, მიიძინებსო, კი არ დაკარგავს სარწმუნოებასო, მიიძინებსო და შემდეგ კვლავ გაცოცხლდება. აი ამ გაცოცხლებასთან დაკავშირებულია ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქმა მოახერხა ეს გაცოცხლება, ქართველი მიძინებული ქართველი ხალხის გაცოცხლება და რაზო ბიბლიური პიროვნება, იმიტომ რომ აი რა მე ეს მოკლე რაკურსით, მოკლე ექსკურსით ესე მოხაზე, აქ კარგად ჩანს, რომ აქ ლაპარაკი პატრიარქი არ არის და საქართველო არ არის ადგილობრივი მნიშვნელობის. ეს არის ბიბლიური მნიშვნელობის ქვეყანა, ბიბლიური მნიშვნელობის პატრიარქი, რომელმაც ყველაზე მეტად თავდადებულ ერს მიძინების დროს უხელმძღვანელა და გამოაფხიზლა და გამოაცოცხლა ჩემო ძვირფასი. აი ამის შესახებ მე კიდევ სხვა დროს ვიტყვი, როცა მოახლოვდება ეს თარიღი, დღესასწაული და ეხლა მინდა გავნაგრძო კვლავ, რომ ჩემს წინა ქადაგებას მოყვა კითხვები, ზოგი ძალიან უხეშად, ზოგი საერთოდ ჩემი სიტყვა ეკუთვნის ჩემ რევს, ჩემო ძვირფასო, მე ვკადნიერდები ჩემ რევთან და ვინც მისმეს ჩემ რევი, იმას ვესაუბრები და ვიღაცები შემოხდებიან ხოლმე ჩადარაჯებული ხალხი, იქ რაღაც საშინელად მომიხსენებენ ხოლმე და რაღაცა, რომ ამ ხალხს არ უნდა ელაპარაკო, მერთმა დალოცოს, რა თქმა უნდა, მე ყველას ლოცავ და ერთ-ერთი მეკითხება, რომ შენო არასწორად, იმიტომ რომ ეგეთი რამე არ მითქვია, შენო რა იციო, მეორედ მოსვლა როდის იქნება, რიცხვებს რო ასახელებო, იმიტომ რომ საქმე მოციქულთა შოუს სრულიად სამართლიანად უფალი ამბობს მოციქულებს ეუბნება, რომ რიცხვები არ არის თქვენი საქმე, თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა. მე არაფერი რიცხვი არ მითქვი. ესე მეორედს მაგრამ უფალი რომ ამას ამბობს, იმასაც ამბობს უფალი, რომ ლეღვის ხისგან ისწავლეთო. როდესაც ლეღვის ხეს გამოდის უკვე კვირტები, ზაფხული ახლოს არის, ხო? ჩვენ აქ ასე მარტო ლეღვზე არა, ყველა ხეზე და ყველა მცენარეზე ზაფხულის მოახლოებას ხვდებით. ხო და ასე შეისწავლეთო, რომ ის დრო აპოკალიფსური დრო, ესე იგი, მაცხოვარმა თქვა, რომ ასე შეისწავლეთ და მიხვდითო, რომ ახლოს იქნება. აი ეს თქვი მე, რაც მაცხოვარმა დაგვავალა პირდაპირ ცნება და მაცხოვარი ამბობს, რომ ძალიან გაიხმება კაცობრიობა. და მე ასე მინდა თქვა, რომ სულ რამოდენიმე ათეული წელი იყო გასული, როდესაც მაცხოვარი გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველს და ჩააწერინა აპოკალიფსი. სულ რამოდენიმე ათეული წელი, სულ რამოდენიმე. და ფილადელფიის ეკლესიამ ამ რამოდენიმე ათეულ წელს, ну აი, ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, 60 წელი მინიმუმ იყო გასული, რაც ქრისტიანობა მოედო, ესე იგი, მსოფლიოს და ამ 60 წლის განმავლობაში ფილადელფიის ეკლესია
ესე იგი ისე გამოიჩინა თავდადებაში, ეს გამოიჩინა ქრისტეს თავდადებაში, ესე იგი თავი გამოიჩინა და ამის გამო, ამ დიდი თავდადების გამო ფილადელფიის ეკლესიას უთხარიო ამბობს მაცხვარი, რა კი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი. მეც დაგიცავ განსაცდელი ჟამისგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, აი ეხლა დღევანდელი ჟამი, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრი გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართოს. ესე იგი აქებს ამ რამოდენიმე ათეული წლის და ჩვენმა ქვეყანამ, ჩემო ძვირფასებო, 1700 წელს ვიზეიმებთ ახლა 26 წელს. ჩვენმა ქვეყანამ 60 წელი კი არა, ჩემო ძვირფასებო, 1700 წელი დადო თავი ქრისტესთვის. რა ბედნიერი ხალხი ვართ, როგორი წინაპრების შთამომავალი ვართ თითოეული ჩვენთაგან, ხო? ეხლა რომ გააცოცხლა რამე ესეთი არ არსებობს ესეთი მანქანა, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი გონებით, ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი თითოეული თქვენთაგანის წინაპრები საუკუნეების განმავლობაში როგორ დებდნენ თავს ქრისტიანობისთვის. მირიან მოციქულიდან მოყოლებული ჩვენ გამოთვლილი გვაქვს, რომ ჩვენ ყავს თითოეული ჩვენგანს ბებია და ბაბუები, ხო, ხო ყავს წინაპრები, გარდაცვლილი წინაპრები, 80 ბებია და 80 ბაბუ. გამიგე? აი ამათი ცხოვრება რო წარმოიდგინო, როგორ დებდნენ თავს ისინი, ესე იგი ქრისტესთვის, რა საოცრება იქნება, ხო, ადვილი წარმოსადგენი. როდესაც ფეიქარ ხანს უთხრა შახაბაზმა, ხო გავწყვიტეთო, ხო გადავასახლეთო, ერთი გაიარე, გამოიარე, ერთი 4 წლის თავზე, მე 5 წლის თავზე უთხრა, რა ხდება, ამოწყდნენ თუ რა შვებიანო და ფეიქარ ხანმა თვითონ მოიარა ეს შეხიზნული იყვნენ ტყეებში და მაინც ეთყობა შეამჩნია, დაზვერა და შეამჩნია, რომ ეს ქართველი ოჯახები უკვე აკვნები და პატარა ბავშვები ხარდათ 4-5 წლის განმავლობაში. ესე იგი და მე მოახსენა, რომ იმდენი ბავშვები ყავთო უკვე, გამიგე და ზოგიო ესე იგი ახალდაბადებული აკვანში ყავთო, კიდევ უთხრა რომ მღერიანო და კეიფობენო, ესე იგი ეს განწყობა, ეს ჩვენი სუფრა ხო თერაპია, ძმანო და თერაპია ეს მედიატორი, ზომიერი რა თქმა უნდა და კარგი, ხო, ამაზე საუკეთესო რა არის და მერე გასცა ბრძანება, რომ ეს კეიფი და კაი ხასიათზე რო არის ქართველები არ მოეწონა და მერე გასცა ბრძანება, ახლა ამან სხვანაირად იფიქრა ალბათ ღვინოს სვამენო და იმიტომ რომ ვაზია ეჩეხა. გამიგე რომ ეს მხიარულებაც მოესწროთ. ეხლა ცოტა გადავუხვიე და ასე რომ ჩემო ძვირფასებო ეს სიტყვები ფილადელფიის ეკლესიას რო ეკუთვნის, ეს ეკუთვნის საქართველოს პატრიარქს ბევრჯერ უთქვია. ბევრჯერ. რომ ეს სიტყვები ეს არის ქრისტეს სიტყვები საქართველოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა საოცარი თავდადება განიცადეს და გააკეთეს ქრისტესად. ესე იგი და მე ვთქვი, რომ და მე არასოდეს პოლიტიკაში არ ჩავრი, რომ ზოგს ეჩვენება უბრალოდ, რომ რაღაც ხანდახან პოლიტიკაში ვერ გამორიცხული და მომხავს ყოველთვის მაგალითი ზვიად გამსახურდიას დროს, რომ იმ დროს ჩემთან იქ იცით, ხო, იყო ზვიადის მომხრები და იყვნენ პუჩისტები, ასე ვთქვათ, უხეშად, ხო, რომელმაც სისხლის ზღვაში აბანავეს საქართველო. კიდევ მეორედ იყო ისეთი ხალხი, რომელიც ზვიადის არ ემხრობოდა, მაგრამ უჩში და გადატრიალებაში არ მიუღიათ მონაწილეობა და არც ემხრობოდა. ეს სხვა ხალხია ჩემთვის. და აი იმ დროს, როდეს სისხლის ზღვაში აბანავეს საქართველო ამ უნამუსლო პუჩისტებმა, როგორ შეიძლება და მე მეუნებოდე შენ ყავს რევლი შევარდნაძის მომხრე და ამიტომ არ ჩაერეებული. როგორ შეიძლება და იმ დროს მე გამოსულიყავი და არ მეთქვა და გამოვდიო და ვამბობდი, ვამხედი პუჩს პირდაპირ. ვამხედი და ვამბობდი, რომ სატანის მომხრე მოციქულები არიან და რას აკეთებენ და მე მივდიოდი სახში, მაშინ 5 შვილი მყავდა, პატარები სულ ყველა, თუ 6 და განცდა მქონდა, რომ მოვიდოდნენ და ავტომატებით ჩაგცხრილავ. არ აკეთებდნენ თუ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში მოვიდოდნენ. აი ამაზე მივდიოდი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება გაჩერდა.
ჩემი დღევანდელიც ვისაც ეჩვენება რომ პოლიტიკაში ვარ ჩარეული ერთ მიზანს ემსახურება რომ არ იყოს რევოლუცია და ძმათა შორის ომი მეტი არაფერი მე სხვა მიზანი არ აქვს და მოწოდება გამრავლებისკენ და აი აქ მეუბნებიან რომ საჩეულიაო ქართულ ხალხო გამრავლებო რა სისულელებს ლაპარაკობო ღარიბები ვართო ისა ვართო და აი ესეთი კრიტიკოსები მყავს ჩემო ძვირფასებო და ამაზე მინდოდა პასუხი გამეცა ყველასთვის რომ ზოგიერთი ჩვენი მრევლის წარმომადგენელია და მათაც იცოდნენ თუ გამრავლება ქართულ ხალხს არ უნდა მაშინ მოვლენ და დასახდებიან ისინი და აქვე მინდა ერთი ხაზი გაუსვა იმაში სოციალურ ქსელში დაიწყეს ახალგაზრდა აჭარებში ახალგაზრდა მუსლიმ ქართველებმა მთელი ამბებია იცით ეხლა ატეხილი რომ საქართველოს მუსლიმანური გახდება მალე და ზეიმობენ მე მინდა უბრალოდ მათ მიმართო ვერ ეხილსებიან ეგეთ რამეს იმიტომ რომ საქართველოზე წინასწარმეტყველება არის რომ ეგეთ რამე არ მოხდება ამის დასტურია 1700 წელი რაც გამოვიარეთ რა ურდუები მოდიოდნენ ჩვენზე ჩემოდი გინდა შიიტების გინდა სუნიტების და კუდით ქვავასროინეთ ყველას ხო ჩვენი მაგრამ მათ მინდა უბრალოდ მიმართოთ თუ ქართველებად თავს წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენ შვილებს მუსლიმ ქართველებს მინდა მიმართოთ დიდგორის ომი და იქ ბარომეტრი იქნება თქვენი ქართველობის იქ რომ წაიკითხავთ ამ ომის შესახებ ვის მხარეზე იქნებით შინაგანი ქართველების თუ თურქების და თუ თქვენი გული გეტყვით რომ თურქების მხარეზე ხარ და გეწყინებათ ის ქართველების გამარჯვება აი ეს ბევრ რამეს გეტყვით თქვენ და მე დაფიქრდით კიდევაც მე დღეს ისეთი დროა ჩემო ძვირფასებო რომ ბევრი სპეკულიანტობს და ისეთი დროა ურა და ვაი პატრიოტების და ანგარი ადამიანების დრო დადგა ისეთი რომლებიც მე არასოდეს არ ვიქნები ურა და ვაი პატრიოტი ამაზე არცავარ არასოდეს ამიტომ რასაც ვლაპარაკობ ჯერა და იმას ვლაპარაკობ რასაც ვლაპარაკობ აი ის რევოლუცია რაც მოხდა მე მაგალითი მინდა ხშირად ვამბობ რა დრო იყო ხალხო ქუჩაში ვერ გამოდიოდი ცროლების ხმა იყო ყველა უბანში ყველა სახლის წინ ხალხს ხოცავდნენ როგორც კი შებინდებოდა ვერ გამოხვიდოდი გარეთ მანქანით აღარ ვაპარაკობ ეგრევე ჩამოგარტყმებდნენ ხოცავდნენ ხალხს ესეთ იმას ვარ წესსაგებაზე წამიყვანეს მამა შვილის 16 წლის გოგო და მამა ესე იგი წესსაგებაზე შეუარდნენ აი რა არის მათაშორის ომი და მე როგორ იღება შეუარდნენ ფული მოთხოვეს ნუ არ ვიცი ხე კაც ქონდა არ ქონდა ეს მეორე საკითხია არა მაქვს უთხრა 8 წლის ბავშვი აიყვანეს მაშინ ამას მე ჩაგაბარებ ფულს რომ მოიტანთო აი ეს კაც ვეღარ მოითმინა დაახტა ამ ბანდიტებს და ავტომატით ჩაცხეს ამ დროს 16 წლის მისი შვილი გოგო ამოდიოდა კიბეებზე და რო გაიქცნდა ეს კიო და ისე ჩაცხეს აი ეს არის ძმათაშორის ომი და ამას ემსახურება ის რასაც ემსახურებიან ზოგიერთი ამიტომ ვიღებ ხმას ჩემო ძვირფას და კიდევ ხო თქვენ ძალიან საინტერესო საკითხს შევეხეთ წინა კვირას რომ ჩვენ ყველაფერი ჩვენ ხო პეტრემულისა მოციქული მატატა აქ არის დასაფლავებული მოციქული სიმონ კანონელი 12-თაგანი აქ არის დასაფლავებული უფლის კვართი აქ არის ილია წინასწარმეტყველის ხალები აქ არის ღვთისმშობლის პერანგი აქ არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ სოფლიოს სულიერი ცენტრები არჩილის მონასტერი შიომღვიმის მონასტერი და კიდევ ბევრი რომ ჩამოვთვალოთ ძალიან ბევრი გამორჩა კიდევაც ბევრი რა ერთი პავლე რომელიც ასე თქვა პირველი ასე თქვა ბერდიდი ან სტარეცი როგორც ჩვენ ვამბობთ მიჩვეული ვარ პირველი სოფლიოს სტარეცი ეს იყო პავლე და გვინდოდა რომ აი პავლეს კავშირი საქართველოს და ესეც დავამტკიცეთ აშოტ კურაპალატის და დავით აღმაშენებელის მაგალითზე და გამოგჩა ერთი ნახე საინტერესო რომელიც რამოდენიმე იმის ქადაგების წინ მე თქვი კიდევაც ეს არის უდიდესი თავადი ქართლის თავადი კონსტანტინე კახი რომელიც აურაცხელის სიმდიდრის
მფლობელი იყო გრაფ მონტე-კრისტოს სიგლის განძი არაფერი იყო ამ კაცთან შედარებით ამ განძთან შედარებით მფლობელი ამ საოცარი და თქვენ იცით რომ მან მოიარა პალესტინა იერუსალიმი უდიდესი შენაწირი გასცა და თელმა იერუსალიმმა გამოაცინა ესეა მოწყალე კაცი ხო იცი ისა უხსა მორჩილობს ყოველი იგიცა ვინორგულია და გამოაცინა თელმა იერუსალიმმა ამდენს იწვია რომ გაჩუქებს ამ ოქროს ვერც ამდენს და გამოაცინა დიდი პატივი და შეტირდა მეო არა მარტო ერჯერადა ყოველ წელს გამოგიგზავნით დიდ სიმდიდრეს და ყოველ წელს აგზავნიდა დიდ სიმდიდრეს ამ იერუსალიმის მონასტრებში ჩემო ძვირფასებო და კონსტანტინ კახმა ზუსტად თქვა რომ როგორცო პავლე მოციქული აი კიდე ერთ კავშირი როგორც პავლე მოციქულიო კრებდაო ოქროს და ვერცხლსო იმისათვის რომ ჩაეტანა იერუსალიმში საგანგებოდ აკეთებდა ესე იგი პავლე მოციქულიო თუ მოახერხე მასაც წავიკითხავ ესე იგი პავლე მოციქული ამბობს რომ აი გამოჩნდა ვინმე აგაბოსი და იწინასწარმეტყველო რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს ხოლო მათ გადაწყვიტეს რომ ანუ პავლე მოციქულმა და ზოგიერთმა მოციქულმა გადაწყვიტეს რომ თითოეულს თავისი შეძლებისამებრ შეწევნა გაეგზავნა ძმებისთვის რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ აი ეს შენაწირი პავლეს ჩაქონდა თითქმის ყოველ წელს როცა ჩადიოდა იერუსალიმში და აი ეს კიდევ ერთი აი ესეთი შეხება პავლე მოციქულთან ჩვენი ქართველების ესეთი შეხება ამ კონსტანტინე კახის ამ საოცარი ადამიანს რა ვიცი აი თითქოს ყველაფერს შევეხმიანეთ რაც მინდოდა ერთი მინდა თქვა იმიტომ რომ მე სკოლა დავამთავრე 62 და რამოდენიმე დღის უკან გარდაიცვალა ამ სკოლის მასწავლებელი ინგლისურის მასწავლებელი ნაირა ხელაძე ჩემი მასწავლებელი თუმცა ინგლისურში არ მქონია წარმატება მაგრამ ნაირა ძალიან დიდი მცოდნე ქალი იყო ჩემს სიზარმაცისგან ნაირა ხელაძე ეხლაც კი ყურებში მაქვს სიდაუფლეის გვეტყოდა და ეგ ერთი რაც ვიცი ინგლისურად ისე სტენდაპ აი მისი ეს სიტყვები ეხლაც ყურებში გარდაიცვალა ეს ქალი და მე ვითხოვდი ეს იყო ლეგენდარული ქალი და რატო ამაშუკელმა ქართლის დედა ვინ ამაშუკელის ხო რუსოლიმა ყوارნეშინა რამე შეცდომა წყარო იყო ეს ქალი ჩემი მასწავლებელი ამ ქალის ტანზე გააკეთა ესე იგი ნაირა ხელაძის ტანი აიღო ესე იგი შეხედა და ეს ქანდაკება გააკეთა ნაირა ხელაძის ტანზე მოარგვა ეს ძეგლი რომელიც გვაქვს ქართლის დედა ასე რომ ლეგენდარული ქალი იყო ჩემი მასწავლებელი და რა ბოროტია ზოგიერთი რომ 5 წლის უკან ჟურნალისტები მისულან და ეს ფაქტი უნდათ რომ გაეხმოვანებინა და გააკეთეს ეს ინტერვიუ აიღეს ქალბატონ ნაირადან და შურიანებმა, ბოღმიანებმა და ცუდმა და ბოროტმა ქართველები დაესხნენ ქართველები თავს Facebook-ში და რას გავხარო რა ტანი გაქო ქართლის გაგესმენ ცუდთან როგორ აიღებდა ხოდა იმდენად ინერვიულა რომ ყინაღა მაშინ მოგდა ნაირა წარმოიდგინე აი ესეთია ეს საზიზღრობა შური და ბოღმა აი ესეთი ქალი გარდაიცვალა რომელიც აგერ ჩვენ ეზოში ვარ 62 სკოლის და აქ ასწავლე რა ვიცი ხა რაღაცებს შევეხმიანე მინდოდა ეს საკითხები გამერე და მე მგონი ამით დავასრულებ ჩვენ დღეს ჩვენთან არის დიდი ჯვარი დღეს არის პატაპის ხსენება პატაპის და ჩვენ გვაქვს პატაპის თავზე დადებული ამოთხშადაც